სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. მადლობა უფალს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა წირვისა, ზიარებისა, ერთად ყოფნისა, ერთად ყოფნაც ხო გვახარებს ადამიანებს. თან უფალთან ყოფნა და თან ერთად ყოფნაც გვახარებს. და ერთად ყოფნა მით უფრო სასიხარულოა, უფლის წიაღში რო ხდება. თორე ერთად ყოფნა შეიძლება უფლის საწინააღმდეგოთაც მოხდეს. მაგალითად, ჰეროდე და პილატე ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მტრები იყვნენ ერთმანეთის. ერთი რომაელების მიერ გამოგზავნილი პროკურატორი იყო, მეორე კიდე მეფე იყო. ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ ისე კარგად დაძმაკაცდნენ ქრისტეს ჯვარცმის საკითხში, რომ როგორც დაგიბარებია, როგორც იტყვიან. ხოდა ის საწინააღმდეგოდ გაერთიანება სულაც არ არის ბედნიერება და სასიხარულო და არც ერთს არ ექნებოდა გულში სიხარული და არც მეორეს. ორივეს მოუსვენრობა ექნებოდა. მაგრამ ღვთის წიაღში ყოფნა ერთად ეს ძალიან სასიხარულო და ბედნიერება არის. დღევანდელი დღე არის ხსენება თამარ მეფის. ყველას გილოცავთ თამარ მეფის ხსენებას, განსაკუთრებით თამარებს გილოცავთ. თამარი ეზიარა. მართლა ძალა მოგცეთ, რომ მივაძოთ მეფე თამარს, ესე იგი. ყველაზე დიდი თქვენ იცით, რომ საქართველოს სწორედ მეფე თამარის დროს იყო. რა თქმა უნდა, ეს კიდევ დაწყებული იყო დავით აღმაშენებლის მიერ და არა მარტო დავითის მიერ, არამედ დაწყებული იყო სწორედ ტაო-კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის მიერ საქართველოს აყვავება. სულიერი აყვავებით ჩაეყარა საფუძველი ხორციელ აყვავებას და საერთოდაც ესეა. ადამიანის თუ ერის ცხოვრებაში ჯერ სადაც სულიერად ყველაფერი სიკეთისკენ მიდის, მერე ხორციელზეც აღიბეჭდება ხოლმე ეს ადამიანის ცხოვრებაშიც ესე. და თუ ადამიანს სულიერი წინსვლა მოაკლდა, ის გამოვლინდება ხოლმე იმაშიც, რომ ხორციელადაც ვერ არის, რაღაც სხვადასხვა განსაცდელების სახით. იმიტომ რომ ამ განსაცდელებში მრავალგვარი რამე შეიძლება მოიაზრებოდეს, ამ განსაცდელებითაც უფალი ადამიანებს ასწავლის. ადამიანებზე მზრუნველობას იჩენს. ახლა როგორც ექიმი, რომელსაც რამდენჯერ ყოფილა, რომ დედა შვილისთვის ძალით დაულევინებია წამალი. შვილს არ უნდა, ან ნერსის გაკეთება, ახლა რომელშიც მეტუმეტეს პატარებს როგორ ეშინიათ, მაგრამ დედამ ხო იცის, რომ ეს არის აუცილებელი. და ღმერთმაც იცის, რომ ჩვენთვის არის რაღაცეები აუცილებელი იმ დროს, იმ ბავშვისთვის ის წამალი ძალიან მკივნეულთან ერთად ძალიან საშიშია, უფრო ეშინია, ვიდრე ტკივა. და ადამიანიც ეგრეა, იმ დროს არ იცი ის განსაცდელი, რომ რაღაცა ვერ იტან, თითქოს უსამართლოდ გეჩვენება, თითქოს ძალიან სასტიკია, თითქოს რაღაცა ძალიან გამწუხრებს, მაგრამ კეთილგონიერი ადამიანი ამ განსაცდელის შემდეგ ხვდება, რომ რამხელა სიკეთე მოუტანა ამ განსაცდელმა. აი წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რომ მთავარი ის კი არა, რომ ადამიანი განსაცდელიდან გამოვიდეს. ანუ ჩვენ ის კი არ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მალე დამთავრდეს ეს განსაცდელი. მთავარი ის არის, რომ ადამიანი ამ განსაცდელიდან რომ გამოვა, რაღაცა სულიერი სარგებელი ნახოს და რაღაცას მიხვდეს. იმიტომ რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება. შემთხვევით არც ერთი განსაცდელი არ ხდება. შემთხვევით ახლა კარგი ექიმს იმიტომ ვამბობ, რომ კარგი ექიმია საჭირო. კარგი ექიმი შემთხვევით ხო არ დაუნიშნავს ადამიანს რაღაცა ნერვს, რაღაცა წამას, რაღაცა პრეპარატს არ დაუნიშნავს. არამედ ზუსტად იმას, რაც მას სჭირდება, გამიზნულად. წინასწარი რაღაცა მიზანდასახულობით, რომ რაღაცა უნდა აღმოიფხრას. და თუ კარგი ექიმს არ შეეშლება, როგორ ღმერთს შეეშლება, რაღაცა შემთხვევით მოხდა ჩვენს და შემთხვევით არავინ არ ვართ იმ ადგილზე, იმ გარემოში,
იმ დროში თუ იმ სულიერი თუ ხორციელი ძალების მქონე, შემთხვევით არავინ არ ვართ იქ, სადაც ვართ. ყველაფერი რაღაცა წინასწარ იგი ღვთის ჩანაფიქრია ასეთი, რომ ჩვენ ეს გვჭირდება. ჩვენ სულს დაუშვათ ესეთი სხეული სჭირდება, რომ გქონდეს, ამითი უნდა გადარჩეს. სხვა გვარი სჭირდება. ვიღაც ცოტა უფრო მეტად ავათარი. ვიღაცა სხვადასხვა პირობები აქვს, ესე იგი საცხონებლად. ვიღაც რო იბადებოდა, უკვე მონა იყო. წარმოიდგინეთ, აი დაიბადა და მონა უკვე, ხო იყო ეს ბატონყმობის პერიოდი. და რა უნდა ქნას ახლა იმან? ის ამ პირობებში დაიბადა. ეს არის მისი გადარჩენის ასპარეზი. ვიღაც ბატონი იყო, უკვე რო იბადებოდა, ბატონის შვილი იყო და შემდგომში ესეც ბატონი იყო, მაგრამ ის იმ პირობებში უნდა გადარჩენილიყო, ცხონებულიყო. ყველა სხვადასხვა გვარი არეალი განესაზღვრა არა შემთხვევით, იმიტომ რომ სამყაროში შემთხვევითობა არ არსებობს. არამედ ღვთისგან წინასწარ განსაზღვრული რაღაცა ჩანაფიქრით, რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა ადამიანებმა არ ვიცით. აი რატო ვთქვი, რომ ყველაზე დიდი თამარის დროს იყო მეთქი საქართველოს. მისი განწყობა ასეთი იყო, რომ რასაც სულიერი კანონი ითვალისწინებდა, რაც ღვთის წინაშე სწორი იყო. ცდილობდა, რომ ის გაეკეთებინა თავისი ქვეყნისათვის. როგორ ამბობს დავით მეფსალმუნე, ყოველსა შინა გამოსაძიებელ არიან ნებანი ღვთისანი. წმინდა წერილში არის ასეთი სიტყვა. ვარაუდები მოციქული ამბობს, ყველაფერში ღვთის ნება გამოსაძიებელი. და სწორედ ამიტომაც იყო, რომ ჩვენს ქვეყანას ესე იგი მაშინ ეშველებოდა ხოლმე, როდესაც წინამძღოლი ყავდა ღვთის მოყვარე. როდესაც რაღაცა მატერიალურზე იყო დამყარებული და მით უფრო რაღაცა გარყვნილებით და უზნეოდ ცხოვრობდა, ერთ წინამძღოლიც და მერე ერიც. მერე აუცილებლად რაღაცა განსაცდელები მოდიოდა ხოლმე. აი მაგალითისთვის, ახლა ერთ მაგალითს ვიტყვით, თორე ასეთი რამდენია. ასეთი განწყობა იყო ხოლმე, რა მაგალითად კონსტანტი კახი. როდესაც შეიპყრეს, ისე უმნევა, რომ თქვენი სიყვარულისთვის კი არ ჩაგიგდოთ ღმერთმა ჩვენი თავი ხელთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ ცოდვები გავამრავლეთ. იგივე განწყობა ჰქონდათ, აი 100,000 მოწამე რო მათაც ასეთი განწყობა ჰქონდათ, ჩვენი ცოდვებით წავბილწეთ ეს ქალაქი, ახლა ჩვენი სისხლით უნდა გავწმინდოთ. აი ქრისტიანი ესე ფიქრობს, რომ თუ რაღაცა სასჯელი მოიწია ჩვენზე, იმის გამო კი არა, რომ ის ჩვენი ხორციელი მტერი უყვარს ღმერთს, ამიტომ ის არა, იმის გამო, რომ ჩვენ ეს გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება. ეს აი ძველათქმაში არის ასეთი რაღაც, რომ შვილიო, როდესაც მამის ნების საწინააღმდეგოდ იქცევა და ვერ იქცევა ისე, როგორც საჭიროა, მამამ შეიძლება ჯოხით იცემოს. მაგრამ თუ შვილი გამოსწორდა, მაშინ მამა აიღებს ამ ჯოხს, გადაამტრევს და გადააგდებს, იმიტომ რომ ეს არაფერში აღარ ჭირდება. და ეს ჯოხი ჩვენთვის ეს არის განსაცდელები. არა იმიტომ, რომ ეს სასჯელია კარგი, თუმცა ამას სასჯელიც არ ქვია, წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ამით უფალი განსწავლის ადამიანებს. თორე სასჯელს უწოდებს იმ მარადიულს. იმ მარადიული სასჯელისაგან რომ დაიხსნასო ადამიანია, აქ ასწავლისო. და როგორ ჩვენ თუ ესე იგი 1000 წოდვაში მყოფი ადამიანები ჩვენ შვილზე ვზრუნავთ და ვცდილობთ რომ ვასწავლოთ. ღმერთი არ ასწავლის ადამიანებს. ღმერთი ასწავლის და იმ მარადიულთან შედარებით სატანჯველთან. აქ რო ადამიანს ტანჯვათ ეჩვენება, ეს სწორედ არის სწავლება. რა არის ოკეანესთან შედარებით 1 წვეთი. თუნდაც 100 ლიტრი წყალი, რა არის ოკეანესთან შედარებით. და ეს თუთი სოფელიც ესეა, 1 წვეთია იმ მარადიულობასთან შედარებით. ღმერთი არ უყურებს ამ მიწიერს, არამედ უყურებს იმ მარადიულს, რომ იქ ადამიანი სიხარულით იყოს ახსავსე. დღეს ასევე არის ხსენება წმინდა
ათანასე ალექსანდრიელისა, კირილე ალექსანდრიელისა და არის ჩვენი მამა ათანასეს ანგელოზის დღე. უმეტესობა ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად იცნობთ ჩვენს მეგობარ მამა ათანასეს და არის არა მარტო მისი ანგელოზის დღე, არის დაბადების დღეც. აი როგორ შემთხვევით აქაც ხო არაფერი არ ხდება. დაიბადა იმ დღეს, როდესაც იყო ხსენება წმინდა ათანასე ალექსანდრიელისა, გავიდა 20 რაღაცა წელი, ახლა არ მახსოვს რამდენისა იყო, როდესაც აკურცხა მეუფემ და სწორედ მისი სახელით დაერქვა სამღვდელო სახელი. ესეც შემთხვევით ხო არ არის ახლა. როგორ შეიძლება შემთხვევით იყოს? საერთოდ ადამიანი რომელ დღესაც იბადება, ის იმ დღის წმინდანები თქვენ უნდა გადახედოთ. ისინი ჩვენი მფარველები არის, რომელ დღესაც ჩვენ ვიბადებთ. აი გადახედეთ. კალენდარში ჩახედეთ, რომელიც თქვენ დაიბადეთ, რომელიც წმინდანების ხსენება. ან რომელიც წმინდანების სახელით გვქვია ჩვენ. რომელ დღესაც მოვინათლეთ დაუშვათ იმ დღეს, რომელიც წმინდანების ხსენება. ახლა უფრო ცოტა ასაკიან ადამიანს არ ემახსოვრება რომელ დღეს მოინათლა, მაგრამ შეიძლება შვილის ნათლობის დღე დაიმახსოვროს, რომელ დღეს მოინათლა და ესეც მნიშვნელოვანია. ეს წმინდანები ჩვენი მფარველები და მეოხები არიან, ესე იგი შემთხვევით არ ხდება ამა თუ იმ ადამიანის ამა თუ იმ დღეს მონათლაც და ამიტომაც აი ამას სულიერი ადამიანი აქცევს ყურადღებას. არა იმდენად დაბადების დღეებს, თუმცა ესეც დიდი მოვლენაა, ხო რა ვთქვათ, რომ ეს არაფერი არ არის, როგორ არ არის, ადამიანი მოევლინა, ახალი სიცოცხლე მოვიდა ამ ქვეყანაზე, როგორ არ არის, მაგრამ ამასთან შედარებით ის რომ უფრო მეტია, რომ ადამიანი მარადიულობისთვის იბადება. ამიტომაც ღვთის მოსავი ადამიანი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ სულიერად როდის დაიბადა ქრისტეში, ანუ როდის მოინათლა. ამას უფრო დიდ ყურადღებას აქცევს. წესით ახლა ჩვენ ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ დიდი წყვეტა იყო სულიერი ათეისტურ რეჟიმს გულისხმობ. რაღაცეები დაკარგულია. ეს დაბადების დღეები მაინც და მაინც არ არის, შეიძლება ითქვას იმდენად აღსანიშნავი, როგორც ანგელოზის დღე დაუშვათ, როგორც ქრისტეში დაბადების ანუ ნათლობის დღე და ნელ-ნელა აი თქვენ შეიძლება დააკვირდეთ და დავიწყოთ ნელ-ნელა იმით, რომ ჩვენი შვილების ნათლობის დღე გავიხსენოთ როდისა და აღვნიშნოთ ეს. ესეც უკვე ქადაგება იქნება და სწავლება ჩვენი შვილებისთვის. დამატებით მისთვის სიხარულიც, რომ რა კარგია, წელიწადში ერთი იყო და ეხლა ორია. დაბადების დღეა და ეხლა ნათლობის დღეც აღინიშნება. მისთვის ორმაგად სასიხარულო, ამით იმას არაფერი დაუშავდება. პირიქით, უფრო გაიხარებს და თან კიდე რომ აუხსნით, რატოა ეს დღე, რატო აღინიშნება. ერთ წელს, ორ წელს, მეორე წელს, მესამე წელს, უკვე გაუძდება გონებაში, რომ თან ეს უფრო მეტი დიდი ზეიმურობით აღინიშნება. მასში უკვე ჩამოყალიბდება, რომ ესე იგი ეს უფრო დიდი მოვლენაა. და რატოა დიდი მოვლენა? აუხსნეთ, რატოა დიდი მოვლენა. და ამით უკვე რაღაცა ისწავლეთ. და მე ის თავის შვილებს ასწავლის და ეგრე გაგრძელდება სიკეთე. შეიძლება ამაზეც ვიფიქროთ. ღმერთმა მრავალს დაასწროს ჩვენი მამა ათანასე გახარებული იყოს და ჩვენც მრავალს დაგვასწროს ღმერთმა და ხალი შეგვეციოს და ღმერთმა მშვიდობიანი დილა გაგითემოთ.